მოცემული არის აბ სამკუთხედის აბ ჰიპოტენუზა. C აქ არის აბ ჰიპოტენუზის O შუა წერტილიდან. ანუ ესე ნაპოლია. აღმართული არის მართობი კათედრიდან გადაკვეთამდე, AC კათედრას კაწათლში. უნდა ვიპოვოთ OK მონაკვეთის სიგრძე BC არის A და AC არის ეს არის B. ნუ AB ჰიპოტენუზა ვიცით, C-ი აღნიშნოთ, ეს არის ფითაგორას თეორემის თანახმად A კვადრატს პლუს B კვადრატი. მაშინ რა გამოდის? შემიძლია ეს კუთხე საერთო აქვს ამ ორ სამკუთხედს, გულისხმობ K, O-ა და B-ია სამკუთხედებს და შემიძლია ეს მთლიანად C ნახევარია, ჰიპოტენუზის ნახევარი ამოცანის პირობის თანახმად და შემიძლია დავწერო მსგავსი. მსგავსება დავწეროთ ეს X-ი შეფარდებული A-სთან ტოლია იმის ჰიპოტენუზა და ჰიპოტენუზა არის ჰიპოტენუზა კი დიდი კათედი, დიდი კათედია ეს O-ა, ან C ნახევარი შეფარდებული იმასთან მეორე დიდ კათედთან, ანუ B-სთან. ან C შეფარდებული 2B-სთან. ანუ X იქნება A ჯერ C შეფარდებული 2B-სთან. C-ს ნაცვლად ჩაერთება ფირსვია კვადრატს პლუს B კვადრატიდან და პასუხი იქნება ეს. ნომერი 2. კონუსის გვერდის შლილი წარმოადგენს წრიულ სექტორს, რომლის ცენტრალური კუთხე 270 გრადუსის თორე. მიტოვეთ იმ კუთხის კოსინუსი, რომელსაც კონუსის მსახველი ადგენს ფუძის სიგრძესთან. კუთხის კოსინუსს უნდა ვიპოვოთ, რომელსაც კონუსის მსახველი ადგენს ფუძის სიგრძესთან, აი ამ ალფა კუთხის კოსინუსი უნდა ვიპოვოთ. ეს არის მსახველი, ეს მთელი რკალი, სექტორის არის 2πr და ეგ 2πr არის მთლიანი წეწის, ანუ 2πl-ის 3/4 ნაწილი, იმიტომ რომ 270 გრადუსია. 2π-ები შეიკოცება და რჩება r-ი შეფარდებული l-თან არის 3/4. რაც შეეხება კოსინუს ალფას, ეს არის მიმდებარე კათედის შეფარდებული ჰიპოტენუზასთან და ზუსტად რადიუსის შეფარდებული მსახველთან 3/4. ნომერი 28. თანაბარი მანძილით უნდა იყოს წერტილები დაშორებული კორნეტთა სათავიდან. ნიშნავს, რომ ეს რაღაც A წერტილი, ეს რაღაც B წერტილი, AO მანძილის კვადრატი იქნება x კვადრატს დამატებული y კვადრატი, BO მანძილის კვადრატი იქნება -1-ის კვადრატს დამატებული 3-ის კვადრატი. ანუ ეს რამდენია 1 + 9 10. ამას 10-ს გავუტოლებთ და კვადრატულ განტოლებას ამოვხსნით. მისმენთ 100 და მიღებული ფესვები იქნება პასუხი.
ახლა ამას რა შეეხება? წრიულ სექტორში რომლის კუთხე არის 2 ალფა, გავლებული არის ჩახაზული არის წრე. მოდი ეს ცენტრზე გავყოთ. თუ 2 ალფა, მაშინ ეს კუთხე იქნება ალფა რადიანი. ჩახაზული არის წრე და რაღაც დარჩენილი ფართობი რაც არის, იმ ფიგურის ფართობი უნდა ვიპოვოთ. გამოგებული ფიგურის ფართობი თუ სექტორის რადიუსი არის a. O არის რადიუსი, OB არის რადიუსი, OC არის რადიუსი. ერთით. ანუ ჩავთვალოთ რომ ეს ერთ პატარაა. თუ ჩვენ ამას შევერთეთ, ეს მარტი კუთხე იქნება. აბა დავაკვირდით რა გამოდის მაგ შემთხვევაში. აქ რაღაც D დავაწეროთ. ასეთი სამკუთხედი გავს. ეს L პატარა, აბა აქ რამდენი ის არის? ამდე ეს P იყოს, O არა, P. PB L პატარა, მაშინ OP გამოდის 1-იც მინუს L პატარა. ეს ალფა რადიანი. ну მოკლედ მაინდან შემიძლია გამოვსახო L პატარა ელიტით. და რას ვაპირებ? გამოგებული ფიგურის ფართობი რომ ვიპოვოთ, სექტორის ფართობს უნდა გამოვაყოთ წრის ფართობი. მოდი ნახოთ სექტორის ფართობი როგორ გამოიცვლება. ეს არის πr კვადრატი კუთხე შეფარდებული თლიან კუთხესთან. რადგან რადიანებშია, მაშინ დავწერე 2π-ს. ანუ სექტორის ფართობი იქნება r კვადრატ ალფა. რაც შეეხება მცირე წრის ფართობს, აი ეს თეთრი წრე რომ არის, მაგის ფართობი ისთვის მჭირდება r პატარა, იმიტომ πr კვადრატი. r პატარას გამოსახავ აქედან სინუს ალფა ტოლია r პატარა შეფარდებული 1-ით სინუს r პატარასთან. ანუ 1-ით ჯერ სინუს ალფა ტოლია ბოდიში მინუს r პატარა ჯერ სინუს ალფა ტოლია r პატარას. ეს გადავა მარჯვნივ და დამჩება რომ r ჯერ სინუს ალფა ტოლია r ჯერ 1 პლუს სინუს ალფას. ანუ r პატარა გამოდის რომ არის r დიდი სინუს ალფა შეფარდებული 1 პლუს სინუს ალფასთან. ნუ კვადრატში. ანუ გამოგებული ფიგურის ფართობი იქნება სექტორის ფართობს გამოკლებული წრის ფართობი.